მოგესალმებით მეგობრებო. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მედია ოდესღაც ნამდვილად განთავისუფლდება საქართველო და ნამდვილად დამოუკიდებელი იქნება. თუმცა ეს ძალიან დიდი დღესასწაულია ჩვენი ქვეყნისთვის. და მთელ ქვეყანას ულოცავ ამ დიდ დღეს. რაც შეეხება ვიდეოს, მე დიდი ხნის განმავლობაში ფაქტიურად არაფერი ჩამიწერია და არაფერს ვაკეთებდი ამ კუთხით, ამწუხაროდ გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, მათ შორის არის ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაც, ახლა დასტაბილურდა, ყველაფერი წესრიგში არის და იმედი არის უკვე ყველაფერს ისე გავაგრძელებ, როგორც საჭიროა. და ასევე ძალიან ცუდი შეგვემთხვა უშუალოდ ჩემი ერთი მოსწავლე სამწუხაროდ გარდაიცვალა, ერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული და ეს ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა ჩემს სივრცეში. და ამანაც ჩემზე უზომოდ იმოქმედა. ეს ძალიან დიდი ტრაგედია ჩემთვის უშუალოდ. ხო და იმედია ესეთი რამე აღარ განმეორდება. მოდით ახლა მინდა გადავიდეთ გარკვეულ თემაზე, მოდით ცოტა ესე ვთქვათ, როგორც ჟარგონზე იტყვიან ხოლმე light თემაზე ვისაუბროთ. და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ვიდეოებსაც ჩავწერ, ცოტა უფრო გავააქტიურებ ჩემ არხსაც. იმედია თქვენთვისაც სასარგებლო იქნება ესეთი გააქტიურება. და მოდი ვისაუბროთ იმაზე, ყოფნის თუ არა საერთოდ ცოდნა, ხო? აი ამ თემაზე. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ტრეიდერთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ის ცოდნა, რაც მას გააჩნია, არ ყოფნის. ეს შეიძლება იყოს ნამდვილიც და შეიძლება იყოს ტყუილიც. პირდაპირი გაგება. ბევრ ტრეიდერს გონია, რომ როდესაც აი ვაჭრობს და ასე შემდეგ გონია, რომ მან თითქოს არ იცის რაღაც ესეთი საიდუმლო რაღაცეები, ხო? ბევრ ტრეიდერს გონია, რომ მას აკლია კიდე ცოდნა. აი ძალიან ხშირად, როდესაც ჩემთან მოდიან ხოლმე ტრეიდერები, რომელთაც უნდათ რომ რაღაც გარკვეული ესე ვთქვათ, ცოდნა მიიღონ, ხო? ჩემი მოსწავლეებიც ხდებიან ხოლმე ბევრი მათგანი და პირდაპირ მეუბნებიან, რომ იცი რა, ეს ცოდნა მაკლია, იქ ის მაკლია, ინდიკატორები არ ვიცი, იქ თქვათ ფიბონაჩი, იქ რაღაც. და შემდგომ, როდესაც უხსნი, რომ ესენი საჭიროც კი შეიძლება არ იყოს ტრეიდერისთვის, ცოტა უკვირს ხოლმე ადამიანს. ალბათ თქვენც მოგსვლიათ ესეთი რამ, ხო? რომ შეიძლება რაღაც ცოდნა საჭიროც კი არ იყოს. ანუ ჩვენში გავრცელებულია ის აზრი, რომ გინდა თუ არა ბევრი ცოდნა უნდა მიიღო, რომ რაღაცნაირად შეძლო სტაბილური ვაჭრობა. მე თქვენ გეტყვით პირიქით, აი ჩემ მაგალითზე, ხო? მე არა მხოლოდ ტრეიდერი ვარ, მე თეორეტიკოსიც ვარ. ანუ ვიცი თეორიები, ვიცი მისი განვითარებები, ვიცი ვინ რა დაწერა, ბევრი წიგნიც ამაქვს წაკითხული და ასე შემდეგ, ხა არ ჩამოვთვლი, ხო? და მიუხედავად ამისა, ერთი პერიოდი მინდა გითხრათ, გულწრფელად გეუბნებით, რომ ერთი პერიოდი საკმაოდ გართულებულად მქონდა ვაჭრობა. იმიტომ რომ ეს თეორიები ერთმანეთს ქაჩავდნენ. იმიტომ რომ ერთი და იგივე სურათს, აი ამ ერთი და იგივე სურათს შეიძლება სხვადასხვაგვარად შემეხედა. სურათისთვის შეიძლება სხვადასხვაგვარად შემეხედა, ხო? შემეხედა ის, რომ ბაზარი მაგალითად აი კონკრეტულ ვითარებაში ქვევით წამოვიდო და შემეხედა ისე, რომ ბაზარი კონკრეტულ ვითარებაში ზევით წავიდო. და სულ იყო აი ესე ვთქვათ გონებაში ჭიდილი. სანამ ეს არ ესე ვთქვათ დალაგდა და სანამ ეს არ გაიფილტრა. და თქვენთანაც შეიძლება ანალოგიური იყოს. კი, მე მესმის, რომ თქვენ შეიძლება ნამდვილად არ მიგიღიათ ის ცოდნა, რაც საჭიროა. ეს აბსოლუტურად ლოგიკურიც არის, ეს აბსოლუტურად შესაძლებელიც არის, ანუ თქვენ შეიძლება გაიარეთ რაღაც სისტემა,
ისწავლეთ უბრალოდ ვინმესთან რაღაც სისტემა, გაიარეთ რაღაც სწავლება, მაგრამ საერთოდ არ მიგიღიათ არაფერი. ცოდნის კუთხით. ეს გასაგებია ჩემთვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში თავისთავად თქვენ უნდა პირველ რიგში მიიღოთ ცოდნა. ხო, გარკვეული ცოდნა. მე არ ვიძახი, რომ რაღაც ზე ცოდნა, რაღაც არ არსებობს ჩვენთან არანაირი ზე ცოდნა. არსებობს მხოლოდ ბაზარზე რა ხდება, აი ბაზარში რა ხდება, ვინ რას აკეთებს, როგორ აკეთებს, რას მიაქციოთ ყურადღება და ასე შემდეგ. ანუ ის მინიმალური ესე ვთქვათ, მდგომარეობები, რაც რეალობაში ხდება ბაზარზე. თუ თქვენ იცით რა ხდება ბაზარზე, თქვენ დამიჯერეთ ბევრი ცოდნის მიღება აღარ გჭირდებათ. და საერთოდ არ გჭირდებათ ცოდნის მიღება. თუ თქვენ იცით რა ხდება ბაზარზე, თუ თქვენ იცით ბაზრის მონაწილეები რას აკეთებენ, თუ თქვენ იცით მაგალითად ტრენდის შემთხვევაში რა ხდება, ხო, მაგალითად აი ესე ერთი კონკრეტული სანთლის ვარდნის შემთხვევაში რა ხდება. თქვენ არ დაგჭირდებათ ბევრი ცოდნის მიღება. მაგრამ თუ თქვენ ესენიც არ იცით და უბრალოდ ვიღაცამ გითხრათ რომ უკაცრავად ვიღაცამ გითხრათ რომ მაგალითად ლიკვიდურობაა მთავარი ბაზარზე. თქვენ არ გესმით ეს ლიკვიდურობა რას ნიშნავს. ეს უკვე პრობლემაა. ძირითადად არ ესმით ხოლმე სამწუხაროდ ბევრი ესეთი ტერმინი, რაც რეალობაში ძალიან მარტივი ტერმინია. მაინც და მაინც ლიკვიდურობა მეგობრებო არ ნიშნავს ეს გადაუხვია, ხო? გადაუხვევ და გეტყვით რომ მაინც და მაინც ლიკვიდურობა არ ნიშნავს რომ ვიღაცა გასტოპ. ეს იწოდეთ. ლიკვიდურობა ცოტა სხვა ტერმინიც არის. ის რასაც გასტოპვა ნიშნავს, ესაა ლიკვიდური ზონები. ლიკვიდურობის ზონები უფრო სწორედ. ხო, მაგრამ თქვათ მიიღეთ რაღაც ცოდნა, თქვათ გააქვთ რაღაც ცოდნა, ხო? როგორ იყენებთ თქვენ? აი ესაა მნიშვნელოვანი. აი მაგალითისთვის გათქვეფილი თემა. ბაზარი მოძრაობს ესე. ეს იცის ყველამ, ბავშვმაც კი იცის ვინ არის კაკო, ხო? ხო და ბაზარი მოძრაობს ესე. უამრავი ვიდეო ამაზე გადაღებული. მეც კი მაქვს გადაღებული ამაზე ვიდეო. ისმის შეკითხვა. თქვენ ელოდებით თუ არა ყიდვის სიგნალებს. და ხშირ შემთხვევაში ტრეიდერი, რომელიც უყურებს აი ამ სურათს და ან თუნდაც ამ სურათს და მეუბნება ხოლმე რომ ის არის ტრენდული ტრეიდერი, ხშირ შემთხვევაში ის ცდილობს რომ აი აქედან შევიდეს ის გაყიდვაზე. ხშირად ძალიან ხშირად მომხდარა ესეთი. თქვენც რო დაფიქრდეთ, თქვენც აკეთებთ ანალოგიურს. ეს მარტო სხვა არა, თქვენც იგივეს აკეთებთ, დამიჯერეთ, არანაირად თქვენ არ განსხვავდებით ვინმესგან. ხო, და თუ ჩვენ ვიცით რომ აი ეს სტრუქტურა მთლიანად, აი ეს მთლიანად სტრუქტურა ბაზრისთვის არის როგორც DNM-ი. ხო? და ბაზარი ასე მოძრაობს, მაქსიმუმ მინიმუმების ცვალებადობით. მაშინ რატო შედიხართ სელზე? ან რატო ფიქრობთ რომ ბაზარი მოტრიალდება? თუ სტრუქტურა არაფერს არ გეუნოს, თუ სტრუქტურაში არაფერი მინიმუმი არ ირღვევა, ან აქ კიდე არაფერი მაქსიმუმი არ ირღვევა. აქ ესეთი მომენტია, თუ ამის ცოდნა გააქვთ, ამის კონკრეტული ამის ცოდნა გააქვთ, მაგრამ ესე იგი გამოდის რომ არ იყენებთ. მეორე უკიდურესობას გეტყვით. ბაზარი მიდის ზევით, ყიდულობთ, მაინც ვაგებთ. ალბათ გეცნოთ ხო სიტუაცია. თქვენც მოგსვლიათ ანალოგიურად. ტრენდი დავინახე, ტრენდის მიმართულებით, მაინც წავაგე. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მაინც წავაგე. რაშია საქმე? საქმე იმაშია, რომ ხშირ შემთხვევაში ტრეიდერი ყიდულობს მაგალითად აქედან. ანუ ყველა მაქსიმუმი რომ მოიხსნა, ყველა დისტანცია რომ დაიფარა, აი მერე. ხო, აი სადღაც აქ მაგალითად ყიდულობს.
და ამის შემდეგ ბაზარი აკეთებს მოbrunებას. ესეც პრობლემა არის. აქაც კი თითქოს დაცული არის ტრენდი. მაგრამ მეორე კუთხე აღარ არის დაცული, ეს უკვე შესვლის მომენტი. ესე იგი რა გამოდის, რომ იმისათვის რომ კარგად ივაჭროთ, ერთი მხრივ თქვენ ცოდნაც უნდა გაგაჩნდეთ, თუ თქვენ ცოდნა არ გაგაჩნიათ და თვლით რომ ნამდვილად არ გაგაჩნიათ ცოდნა, იმიტომ რომ მართლა ხშირად ესე ხდება ხოლმე, თქვენ რა თქმა უნდა მიიღოთ გარკვეული ცოდნა. მეორე საკითხი, ხო? თუ თქვენ ცოდნა გაგაჩნიათ, მაშინ რა ვქნათ? მინიმუმ უნდა გამოიყენოთ ჯერ ეს ცოდნა პრაქტიკაში. ანუ შეგიძლიათ აიღოთ წყვილები და გააკეთოთ მინი ანალიზები, ყოველდღიური თუნდაც სხვადასხვა წყვილებზე. ჯერ აი ამ კუთხით გამოიყენოთ ეს ცოდნა. რაღაც გარკვეულ ეტაპამდე. ხო, რაღაც სიტყვაზე ვიყოთ 1 თვე, მე მხოლოდ ვაკეთებ ანალიზს. ამის მერე რას ვაკეთებ? ამის მერე თუ ხედავ რომ ანალიზი კარგია, უკვე ვმუშაობ მერე, ვთქვათ, დემო ანგარიშზე. იქ შესვლის მომენტებს ვხვეწ, იქ რაღაცებს, ისე ვთქვათ, იმას ავშვები, ხდება დაზუსტებები, ხო? ვაზუსტებ და ასე შემდეგ. აი ამის მერე უკვე, როდესაც შედგება უკვე თქვენი სისტემა, რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ ივაჭროთ. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ტრეიდერთა უმრავლესობა აქვს, სხვათა შორის, აქვს გარკვეული ცოდნა, რომლის გამოყენებაც შეუძლია, მაგრამ არ იყენებს. და ეს არის უკვე ძალიან დიდი პრობლემა. ასე რომ მეგობრებო, მოდით თქვენც დაფიქრდით, ხო? აი და ამიკომენტარეთ, გაქვთ თუ არა რამე ცოდნა. აი რაღაც გარკვეული ცოდნა, ხო? რის საშუალებითაც თქვენ ივაჭრებთ ბაზარზე, მინიმუმ გამოიყენებთ. ის კი არა რომ მხოლოდ რაღაც, არა, მინიმუმ გამოიყენებთ თქვენ. მინიმუმ ანალიზში. აი ანალიზის გაკეთება. ხა თუ თქვენ გაგაჩნიათ თქვენი სავაჭრო სისტემა, რა თქმა უნდა, ეს გადასარევია, ხო? გილოცავთ, ბევრს არ გააჩნია სავაჭრო სისტემა. მე ამას გილოცავ. მაგრამ თუ თქვენ ფიქრობთ, რომ არ გაგაჩნიათ სავაჭრო სისტემა, აი დამიწერეთ, რატომ ფიქრობთ, რომ არ გაგაჩნიათ თქვენი სავაჭრო სისტემა? რა გაქვთ ცოდნა გაკლიათ, თუ გამოცდილება გაკლიათ და ასე შემდეგ. მოკლედ სულ ეს იყო მეგობრებო, რაც მინდოდა მეთქვა, ერთგვარი შესავალი გავაკეთე ამ მცირე ვიდეოთი, იმედია არ დაგღალეთ ჩემი საუბრით. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ, რომ ნამდვილ დამოუკიდებელ სახელმწიფოში გვეცხოვროს ყველას ერთად. მალე კიდე შემოგთავაზებთ სხვა ვიდეოებს, იმედია დაგაინტერესებთ, იმედია სასარგებლო იქნება თქვენთვის, რაც მთავარია. თუ რამე შეკითხვა გაგაჩნიათ, დამიწერეთ კომენტარებში. ძალიან გთხოვთ ადეკვატური, თავისთავად ადეკვატურად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისეთი კომენტარია დაწერილი, რომელზეც მე პასუხს უბრალოდ არ ავცემ. სიმართლე რომ გითხრათ, არა იმიტომ რომ რაღაცეებს წარმოადგენ, არა, უბრალოდ მინიმალური ადეკვატური რაღაცეებიც არსებობს, რომელიც ადამიანმა უნდა დაიცვას ეს ადეკვატურობა, ხო? ამიტომ ბოდიშით ვერ პასუხობ მაგეთ რაღაცებს. დამიწერეთ, მომწერეთ, პირადი შეტყობინება თუ გნებავთ რაღაცა, ვთქვათ, რაღაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ მეილზე მომწეროთ, აუცილებლად გიპასუხებთ. და თუ ვთქვათ, დრო არ მექნა, ორი სიტყვით მაინც გიპასუხებთ ხოლმე. ასე რომ ესე ვთქვათ, მოდი ესე ვიტყოდი, მოდი დავუბრუნდი. დავუბრუნდი ამ სფეროშიც, ანუ ვიდეოების სფეროშიც და იმედი არის, რომ ერთად კიდე გავივლით გარკვეულ მანძილს, რომ თქვენც დადგეთ პროფესიონალი ტრეიდერი და თქვენც თავისთავად ეს პოტენციალი გამოიყენოთ, რაც თქვენ შინაგან მხარეს გააჩნია. ყველას წარმატებებს გისურვებთ და გმადლობთ ყურადღებისთვის.